ევროკავშირი არნიშნავს ეროვნული იდენტობის დაკარგვას. განცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროპული გზის კონფერენციის გახსნაზე. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს. დაიწყოს რეფორმების განხორციელება ყველა სფეროში, თუმცა მანამდე ხელისუფლება აპირებს მოსახლეობას აუხსნას, რა სარგებლობა მოაქვს ევროკავშირს. იგეგმება მასშტაბური საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარება. ნაციონალური მოძრაობა ფიქრობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს, რადგან ქვეყანაში ადამიანებს პოლიტიკური მოტივით აკავებენ. ევროპა არის მრავალფეროვანთა ერთობა და თითოეულ ერს, თითოეულ სახელმწიფოს თავისი წვლილი შეაქვს აი ამ მრავალფეროვნებაში. ევროპას არ ჭირდება დამატებითი 70,000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, ან დამატებით 5 მილიონი მოქალაქე. ევროპა დაინტერესებულია საქართველოთი, მისი კულტურით, მისი ტრადიციებით, მისი თვითმყოფადობით. გზა ევროპისკენ არის, რა თქმა უნდა, ის არჩევანი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა და ამ არჩევანს ვერავინ ვერ გადაგვახვევინებს. ეხლა მთავარია ყველამ ერთად თელმა საზოგადოებამ ჩავდო დიდი შრომა იმაში, რომ განხორციელდეს ყველა პუნქტი ამ შეთანხმების. მიუხედავად საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა, ქვეყანამ დაიწყო არა წინსვლა დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, არამედ ძალიან სერიოზული შემაშფოთებელი უკუსვლა, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოს დაამყარა რეკორდი ცუდი საქმის გაკეთებაში. არჩევნების დროს დააპატიმრა ხელისუფლება მთავარი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. საქართველო არის ევროპელი მეგობრების, ამერიკელი მეგობრების აღიარებით ჩემპიონი რეფორმების განხორციელებისა თუ დემოკრატიზაციის საქმეში. შესაბამისად ის, რასაც ვთავაზობ ჩვენს ევროპას, ევროპელ პარტნიორებს და მეგობრებს, ჯერჯერობით ბევრს არ აქვს ასეთი შეთავაზების ფუფუნება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ ერთგვარ ეიფორიას იმის გამო, რომ რაღაც პროგრესი არის ქვეყანაში. საჭირო არის მნიშვნელოვანია იგივე ადამიანთა სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის განხორციელებაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. It doesn't mean that somebody will bring ქართულ ბიზნესს საუზმეს საწოლში არ მიართმევენ, მაგრამ საქართველოს ახიჯობრება თანამედროვე ინსტრუმენტებით, ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ქართული ბაზარი შევასაერთო ევროპულ ბაზარზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ სავალი გზის დასასრულს მიაღწია. არამედ თქვენ გაქვთ ახალი შესაძლებლობები და ვალდებულებები, რომლებიც თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს. you have even some